ძალიან კარგია რომ ისეთი ჯანსაღი ურთიერთობა გაქვს ფედერაციასთან. რა საკითხზე მინდოდა ერთი რამდენიმე წუთს აგართმევთ. წინა გადაცემაში ძალიან საინტერესო სიუჟეტი ჰქონდათ 66 წლის სლავა მეტრეველის შესაძლო გოლთან დაკავშირებით და ძალიან კარგი ჩანაწერი იყო ისეთი ხარისხის, მაღალი ხარისხის. და რისი თქმა მინდოდა ეხლა ის ახსენეთ საერთაშორისო სტატისტიკის ფედერაცია, ფეხბურთის სტატისტიკისა. ის არ არის ასე ვთქვათ გადამწყვეტი, ის FIFA-სთან არანაირი კავშირი არ აქვს და ბევრი შეცდომებიც აქვს. მე მათთან ერთხელ 10 წლის წინ ის მსოფლიო რაღაც ნაკრებებს ვათვალიერებდი და ის იყო იოკოგამაში მსოფლიო ნაკრები იაპონია, კორეის ნაკრებს შეხვდა და კალაძე თამაშობდა. ეწერა რაშა, რუსეთის წარმომადგენელი და მივწერე წყაროც მიუთითე, რომ რაც არის, მაშინვე შეასწორეს. ხო, ანუ ვიკიპედიასაც ხო, ისეთი ხო, თავარი არის FIFA. ხო. FIFA-ს ოფში დაფიქსირებულია მალაფეები, რომელსაც არანაირი ბანიშევსკი ყველაზე ნაკლები შანსია. ეს FIFA-მ თუ არ შეცვალა და ამის შანსი არის 1930 წელს 2006 წლამდე ითვლებოდა რომ პირველი სამუნდიალო ჰეტრიკის ავტორი იყო სტაბილე. კი. მერე გაირკვა რომ ეხლა აღიარებულია ამერიკელი პეტრნოუდი. და რის მიმართეს FIFA-ს იქ კადრები არ იყო. ოღონდ იყო ამერიკის მენეჯერი სპატაკი, რამდენიმე გაზეთი არგენტინული, ბრაზილიური, ურუგვაული თავისი დიაგრამით, რამდენიმე ცოცხალი იყო ფეხბურთელი თანა ნაკრებისვე ამერიკის. მათი მოგონებები და აქ მაღალი ხარისხის ჩანაწერი გვაქვს. ხო. თუ რაღაცა იმასაც ვამბობდი, ეხლა საწყად სლავა აღარ არის ცოცხალი. მალაფეევია მარტო. რომელიც ამბობს ინტერვიუში მე არ მიყარებია. ხო, მაგრამ ისიც თქოს, მაგრამ ხო და არა, ეს შეიძლება ამას ალბათ რაღაცა თავისი პროდო, თავისი დოკუმენტირება უნდა. ადვილად შეიძლება მასთან დაკავშირება. FIFA-ს თუ ძალიან დიდი სურვილია, ისინი ცოცხლები არიან უბრალოდ ის ჟოზე პერეირა იყო კარებში და მცველი ფესტა იყო ის. ჟოზე კი არის 91 შეიძლება გითხრან ჩემპიონატი იყო. ეს 80 უფრო ახალგაზრდაა მცველი, ამანაც შეიძლება. ყოველ შემთხვევაში აი კადრები თუ დეტალური ის მოხდა დიდი ის იქნება. ანუ 70 წელს კი არ გადაიწევს პირველი ქართული გოლი, არამედ 66-ში და დიდი მნიშვნელობა აქვს. იაკობაძეს დიდი მადლობა, რომ ესეთი ეს იყო მე სხვა შორის პირველად ეს იყო მე მაშინ ბავშვი ვიყავი, წავიკითხე ის აი მომწვანო წიგნი იყო მელორ სტურუამ და ფედოსოვმა გამოუშვეს. ესენი იყო ინვესტიცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდა. რამდენიმე დღის წინ კი ბატონო. და იქ თვითონ ინვესტიცია სხვანაირად ეწერათ და იქ მერე წინში ისეთ თქოს რომ ფიცის ქვეშ თქვესო ბანიშევსკიმ და მალაფეევმა არ მივკარებივართო. და ის რო ახსენე ლევან აქსელ ვართანიანი. ხო? ის დასაწყისში ბანიშევსკისკენ იხრებოდა. არა, მერე და რამდენიმე წლის მერე ვაღიარებ რომ შევცდიო და არის ექსლავა მეტრეველი. ისევე როგორც ამას იძახდა მარტინ მერჟანოვი ფუტბოლისტისა, რომ ისევე როგორც სტაროსტინი ანდრეი, რომ დარტყმა ვერ შეაჩერა მეკარემ და იქიდან შევიდა. ოფიციალურ მატჩის ოფში შეფასებაში საგაზეთო პუბლიკაციაში, მაშინ ინტერნეტის სად იყო, საგაზეთო პუბლიკაციის მაშინდელს თუ გაეცნობი საბჭოთას. ხო. ეხლა მათ 20 კაცი ხო არ დაწერდა, ერთი ვერსია იყო, ხო? ერთი ფილატოვი იძახდა, რომ ბანიშევსკის, ხო? ვინც წერი, ანუ მალაფეევი სათამაშოში არ არის. არა, მალაფეევი არაფერ შუაში, აი საჯმა რატო შეიტანა ეს ოფში და ვაღიარებო შევცდიო. პლუს სხვა შორის აი ბაქოური ჟურნალი იყო სპორტული. რომელიც ასევე ბანიშევსკიზე დაყნობით იძახის რომ მეტრეველის
გოლია. ხო, იქ კიდე სხვა ისინია. ასე რომ აი ეს თუ გაკეთდა ფედერაციასთანაც შეიძლება ალბათ უკეთესია აქედან დაიწყო შენ ხო? აბსოლუტური გურგრიობით მოეკიდება გარეშე. სუბიექტებისგან იღებს ყურად რაღაც. ხო და ამიტომ კარგი იქნება ფედერაციასთან დავაყენოთ ეს რაღაცა თქვენ ამას ასეთ ხო თან იქ ავთ ეხა ფედერაციაში ისეთი სტატისტიკოსი ყავთ აგერ რეზო შენგელიას სახით რომ ამას მოკიდოს ეს არ არის პატარა მართლაც აი ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან მნიშვნელოვანი ის იქნება ეს თუ ასე რომ შესაძლოა აი 30,000 პირველი მუნდიალის მაგალითი გვაქვს ხო კი ბატონო ასე რომ კი ბატონო აი სლავაზე ქონდა ჩვენ საუბარი ერთხელ მის შესაძლო გოლზე 66 წლის მესამე ადგილისთვის მატჩი და ხო მალაფეევს ჩაუთვალეს ხო და ბანიშევსკიზე ხო ბანიშევსკიზე ფოტოშორის გიაკობახიძე მაგრამ არა რისი თქვა მინდოდა რომ მე რაღაც კომუნიკაციასავით უნდა ყოფილიყო თქვენს და ფედერაციას შორის. მე მგონი არ შედგა ხო ეს ამეთით ხო? ხო და არა მე რისი თქვა მინდა. სლავა არის იმის ღირსი რომ რაღაცას მიუყვეთ. იმიტომ რომ ჯერ ერთი მისი უზარმაზარი როლი აქვს. სვაჩოშორის ჩემპიონებაშიც 64 წლის. აი მან შემოიტანა გასახდელში ეს საჩემპიონო სული როგორც იმის გარდა რომ კლასის და იმის გარდა აი სულიერის და რისი თქვა მინდოდა და თან ბოლო წლები მისი ნაკლებად შეეფერებოდა მის ღირსებას და სიდიადეს. კახი ასათიანი რო ასენ დღეს და რო არ ყოფილიყო კახი ასათიანი კახი ინახავდა პირადად ინახავდა კახი და პლუს მოსკოვის ტორპედოს ვალენტინოვანის თამადო არ ჩამოვიდა თანხა ჩამოვიდა სლავას გასვენებაში ვიცი რამდენი მე რისი თქვა მინდა ქართველი გულშემატკივარი მათ შორის აი ვინც ვართ ვალში მის ხსოვნის წინაშე ამიტომ ხო და აბა ხო არა რა მინდა იცი თქვა ძალიან უცბად გამახსენდა ავტოქარხანა ხო გადის პარადზე აღლუმზე პირველი მაისია მოსკოვშია ის დროა და ხო იყო რომ სლავა ხალხი კპსს სლავა მოდის ამ დროს კოლონა აზელკას ავტოზავოდ იმენი ლიხაჩოვა ხო და მოდიან ესენი და ვიღაცამ სლავა გამარჯვა მეტრევენ უნიკალური შემთხვევა იყო ხო და რისი თქვა მინდოდა ერთ-ერთ გადაცემაში ოღონდ რისთვის მოვიტანე ეს აღარ მithქავს ის ყველაზე სკანდალური გოლია სოფლიო ჩემპიონატების საკამათო უბრალოდ გოლი ეს არის ჰერსტის ხო 66 წლის ფინალს გოლი არ არის გოლი და ხო, ან არის, ან არა. ეგ თავი დროზე იყო საკამათო ვარი და რაღაცეები რო არის. არა, ერთი გამოკლევით არ გადაკვეთა და ბოლოში აი რო ვახსენეთ Sky Sport-ის მათ შორის აი ორი ექსპერტი იყო ჯეიმი კარაგერი აქედან ერთ-ერთი იმითი გადაკვეთა სრულად. ეს აი თქვა ფედერაციის გარეშე თქვენც რო დაუკავშირდეთ სიტყვაზე. ჩაატარონ ეს შესანიშნავი ის არის კადრები. იქნებ ხო რა კოლეგები ხართ. იცი რა ჩვენგან არღებულობენ ეს უნდა ოფიციალურ დონეზე იყოს, თორე ესე იმიდან რა ქვია არა ეს ხო ის არის კერძო ის არა ჩვენ გავარკვიეთ რაღაცეები ეს რა ქვია კერძო კომპანიიდან იმიდან რა ქვია კომპანიიდან კერძო ეს ითვლება ნებისმიერ შემთხვევაში თუ ეს არ არის ოფიციალური წერილი ეს ამას FIFA არ განიხილავს ესეთი FIFA-ზე არა მაქვს საუბარი ეს FIFA-ზე თქვენ კოლეგებს Sky-ს რომ იმართოთ და ის ტექნოლოგია რაც გამოიყენეს EA Sports-ის ხო მე ამას ვამბობ თქვენ თუ ის მერე მიღებულია მაგ გამოიყენეს ის ნანოტექნოლოგიები ისა ის EA Sports-ია მე მეგონა იმას ამბობ არა ის ჩვენ მაშინ FIFA-რასაკვირველია კი იმან უარი თქვა რა FIFA ფედერაციის გარეშე მაგ იმდენ იმაშია შესაძლებელი მე ხო გამოცემა არა ის მე ხო გითხარით ის პრეცედენტი არის უკვე
კი, რაღაცებს შეცვალეს, ხო? პირველი ჰეტრიკი მიაწერეს უკვე ამერიკას და არა აქ სტაბილეს უკვე არგენტინას. კი. ბიძინას სამწუხაროდ. არა, ხუმრობით. მაგის მე სადარდებელი არ მომწეს ხამე სტაბილიზაცია ვიტოლო. ხო, მაგრამ მე რას ვამბობ და ისთან იქ არ ჩანაწერი ის არ ქონდათ. ის ქონდათ მემუარული ისინი, კომისრის ჩანაწერი. ხო, აქ ჩანაწერზე თუ მოხერხდა, რომ სიტყვაზე სლავას დარტყმის მერე მეკარის გარდა არავის არ ხვდება ბურთი. ხო, მაშინ ეს გოლია. კი, კი, აუცილებლად ხო, ასე რომ აი სკაიზე რო გახვიდეთ თქვენ ეს ძალიან მე ისი თქვა მინდა ეს ყველაფრად წაუგებელი ამბავია რომც არ გაკეთდეს აი ვთქვათ არ გახმაურდება რომ აი იხილავენ სლავა ქართველი ფეხბურთელი სოფლიო ნაკრებში ნათამაშები კაცი ისევე როგორც აი წაუგებელია ახლა გახმაურებულია ის პროცესი Netflix-ის რა თქმა უნდა ყველა მხარში უდგევართ მაგრამ რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს გახმოვანდება ნონა კი ხუთგზის სოფლიო ჩემპიონი პირველი გროსმეისტერი ქალბატონი მამაკაცებში და ქალბატონი ქართველი მანდილოსანი რომელიც უკადრისობს რო არა ვარ რუსი აცხადებს მით უმეტეს აი ახლანდელ ბოლოდროინდელ მოვლენებში უფრო აქტუალური გახდა ეს შეურაცხყოფად იღებს